GTA 6-ის ბიუჯეტი იცი რამდენია? 2 მილიარდი. 2 მილიარდ რაღაც 300 მილიონი თუ რა. ანუ Avengers-ების ის რო გააერთიანა Infinity War-ის და Endgame-ის, მეგონი რაღაცა ჯამში არა, მაგდენი წარმოიდგინე. ანუ რა სიგიჟია ბიჭო. თამაში კომპიუტერში. რა სიგიჟია. რამდენ ფულს ამოიღებს წარმოიდგინე. ანუ ეგ ხო ვარიანტი არა რომ მოგებაზე არ უნდა გავიდეს, მოგებაზე უნდა გავიდეს. აუცილებლად გავა. ალბათ ხო, იმიტომ რომ ონლაინ დაემატება ალბათ. ხო, იქნება ონლაინ და ონლაინში იქნება რაღაც. ყველაზე სწრაფად გაყიდვადი იყო ისა წინა რომ გამოვიდეთ. ეხა ანუ რამდენი თაობა ელოდება უკვე, ხო? მწვიდელუნარიანი თაობა ელოდება რა. 10 წელია, ხო? გასული. ხო, მეტი. წინაჯეტია გამოვიდა 2013-ში მგონი. ხო, მეტია, 12 წელი მეც კი. სანამ კომპიუტერს დედა მოეტყნებოდა, ჩემსაც თამაშობდი მაგას. ანუ სიგიჟე, ანუ მართლა სიგიჟე. იმის თამაში გავაგრძელე, რა ქვია. Last of Us-ის. ხო, დადო, კარგია ეს. 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩართო ხოლმე, რომ სიუჟეტს კარგად გაყვე რა. Last of Us-ის თამაში გავაგრძელე. God of War-ის თამაშიც დავიწყე. რატო თამაშობს ნორმალზე God of War-ს? ანუ შეიმინგია შეჩემო. ომის ღმერთმა ჩამოვიდეს და დაგამტრიოს თავი მართლა რა. ეს გვალი უნდა აენთოს და მოგიჭიროს ღირსი ხარ. რა ნორმალი. ბიჭო მეზარება შეჩემო 15 ჯერ იგივე ტურის იზას მკლავენ ხოლმე ხანდახან. ამიტომ ნახე, უნდა განვითარდე. ანუ კარგი უნდა იყო თამაში. აი 40 წლის ვარ უკვე, ლეზემ გიდია. YouTube-ზე ჩართე და უყურე. მართლა ჯოისტიკი დაიჭირე, ვითომ თამაშობ. ნორმალი რა არის აბა. შიქო არა სამი იყო და შუა ავარჩიე. აი მაგას აკეთ რომ მოკლავ ხოლმე ბოს მე რეკენი. აი ეს გაკეთე ნორმალზე რომ იმას მოუგებ შეჩემო, აი რა. 3 წლის ბავშვების დონე. ბიჭო მე არ თამაში სირთულე ჭირდება. ლეზემ გიდია. ცოტა მე არ გეუბნები რომ ძალიან ცოტა სირთულე არის ნორმალი. ცოტა სირთულე ნორმალი არის რომ მოდი 40 წლის ადამიანებმა ვისაც ხო რა გინდა მინდა თამაში შეჭმა არ მინდა შევაკვდე შევაბერდე თამაში თამაშო 3 საათი შეჭმა ისა ერთი ტური ნახე რეალურად ნორმალი არის easy აი მართლა აი ძველი სტანდარტებით ნახე აი Spider-Man იყო Sony-ზე რა Sony 1-ზე მარტო ნორმალი და hard-ი ქონდა რა ანუ მესამე არ ქონია მე ამას ხო აქვს easy ნორმალი და hard-ი ამას 5 აქვს მე მგონი God of War არა 3 ქონდა შუა ვარჩი 3 არა აქვს პირველ God of War თუ რა მე მგონი 4 აქვს hard-ი და give me God of War აქვს მე 4 ეგრე მახსოვს მაშინ hard-ი ავირჩიე hard-ი აირჩიე ხო ანუ ბოლოს წინა მაქვს ანუ ერთი თქვენ ბოლოს წინა კაია კაი მე მეგონა ნორმალს თამაშობდი ხო მე ნორმალი მეგონა ეგ რავი აი ნახე ტატო select difficulty ნახე give me a story ანუ YouTube-ზე ჩართე give me a balanced experience give me a challenge და give me God of War 4 challenge ეს აირჩიე აი მაშ კაი ბიჭი ხარ ხო კაი აბა რა გეგონა შეჩემო რომ იგი პირველი მესამე გორება არა give me balanced experience დედავატი challenge არა ეგ ხა მეც მივხვდი რომ ყლეობა იქნებოდა ეხა balanced experience რა არის არა მაშინ ხო challenge-ში ის არ ამირჩევია ბოლო არა ხო კაია ეგ კაია არა ხომ კლავენ ხო გეუბნები ის არ არის რომ ყველაფერს მარტივად გავდივარ რა ბრიდავენ ხანდახან თავიდან მიწევს დაბრუნება მეცაც გეტყვი ეგ შეიძლება ნახე experience-ის თვალსაზრისით ეგ ჯობდეს და რატო ო იმიტომ რომ მე იმას თამაშობ ხოლმე hardcore-ს სულ მაგრამ ის რომ აი ამ ხელა კლინჯი მოვა და ორი დარტყმით კლავს შენ რომ ის ღმერთი ხარ ამის experience ოდო გბრიდავს ეგთემა რომ ნებისმიერ ავაზაკს შეუძლია რომ 2 წამში მოკლას არა ცოტა ის რამდენიმე ბრძოლა უკვე ისეთი იყო რომ აი თან ვიღაცებს ებძვი თან ვიღაცა საიდანაც გესურის თან რაღაცა და შეიძლება დაგბრიდონ რა მარტივია რა თქმა უნდა შეიძლება კი არა და იმას რა ქვია Last of Us ბოლოზე ვთამაშობ ან ბოლოს სიძლია ხო იმიტომ რომ ტყუები არ მაქვს ხოლმე ვაფშე შეჩემ აი ხო მაგითიც განისაზღვრება ამ ძალიან ხშირად ყურები მან Last of Us ძალიან ხშირად ყურები ხო ნუ Last of Us-ს ორი ტყვია მაქვს და მე რაღაც ეძებოს და ერთხელ გადავრთე პროსტა ცოტა ხანი იმაზე მარტივზე და მაგრა გამიტყდა და მარტივზე კი არა ერთიც ქვედაზე შუაზე ნორმალზე თუ რაღაც სადაც ოთახში შევეცი შეჩვენა სავსე იყო აბოიმები ტყვიები ისა ყველაფერი გავივსე უძებ და იქ აქ როგორ ვერცი რამეს თუ ვიპოვი მიხარია პატარა bullet counts არის ეგ ხო ყველა უნდა აი ზომს რო ესვი თავში და თუ ააცილე გვემბაში კი 7 ტყვია მაქვს ხოლმე მაქსიმუმ და 8 გეყოფა იმიტოა ეგ რომ გეყოფა რა პროექტი მევასება კაია ცვალობ ხო აგური უნდა აიღო თავში ლეწონა რაღაც ტური იყო ხო სახში ვიყავი რაღაცა შეგნაკრავ ტიპთან ერთად გოგო ვიყავი უკვე ხო ბახამ შეჩემე ასანთის ღერით დახურა და ხო და მანდ რო ბრიდავდი ტიპს იარა ტყვია ეჩდებოდა იმის მოკლის ადგილას
და ნუ მიუხედავად იმისა, საშუალება იყო, რომ წინა წელს ვიყავ ვიღაცას დავტაკებოდი, რისკავდი, რომ გადამეულო ის იტყვია ამეღო, იმიტომ რომ უტყუტყიოდ ჩვებოდი რა, რომ არ მომეკლა ესენი რა. უკვე ესე კი ბოლოსკენ ხარ გასული. უი, მართლა? ო. აი გამიტყდა რა, ძალიან მევასება. ძალიან კაი ექსპერიენსი, ანუ მე რო ვითამაშე პირველად, თან ახლა შენ თამაშობ უკვე რემასტერს, ანუ უფრო კაი. ეგ არ მითამაშე სხვა Salt Lake City-ში ვარ უკვე, ანუ მივედი Salt Lake. ძალიან კაია. არა, ძალიან გაასწორა. თან აი ისა რა შინაარსი და სცენარი ძალიან კაი აქვს. მე Last of Us-მა აი არ ვიცი, ძალიან ჩემთვის ძალიან ემოციური და კარგი იყო. და მეორე ნაწილი სხვათა შორის დატო გეიმპლეის თვალსაზრისით ეგეთ რეალისტური არაფერი არ მითამაშია, ანუ ძალიან რეალისტურია. რა. მეორე ნაწილი. ო, აი ძალიან რეალისტური. მე არის იმაზე PlayStation Plus-ზე. მე მგონი არის ეხა დაამატეს როგორც მახსოვს. თან მაგასაც რემასტერი გაუკეთეს მაგ მეორე ნაწილს და Hollow Knight-ი თამაშობ მეგობრებო და ანუ პროსტა ესეთი შემყრობილი ალბათ არაფრით არ ყოფილვარ. ანუ მე რამდენი საათია უკვე? 60 საათს გავწდი რა. თან როგორ არის ხო იცი? ერთხელ დახურავ, კაი არ დავასპოილერებ. ან არ ვთავრდება დახურის მე. God of War თუ Red Dead Redemption. მე God of War-ი ცალსახად. სხვათა შორის აკვე დავსცენ რომ God of War-მა წლის თამაში Red Dead Redemption-ს მოუგო. მართლა? რომელმა God of War-მა? მან შეასას თამაშობ. მართლა? მა God of War-მა იმ Red Dead-ს ერთ წელს გამოვიდა, წლის თამაში აიღო God of War. ვა, ამ ჩეყლეს. God of War-ი ბევრად უკეთეს. God of War-ი მეთქი. თუ Red Dead რითია ბევრად უკეთეს? ბევრად მაგარია Red Dead. რითი? ბევრად. ყველაფრით. რითი აი მაინც სცენარით, ისტორიით. სცენარი და ისტორია ხომ არა, ანუ თამაში მაგით გეიმპლეი ყველაფრით ჯობია. რანაირად ჯობია მექანიკი და God of War-ი არის, აი ცუდი კი არ არის, ვერთობი რა, მაგრამ აი მაინც მე თამაში როგორც უნდა იყოს ეგ არის. და იგივეა. ის არის რეალისტური ძალიან და ის რომ მოხსნა God of War-ს, რა ქვია, გრაფიკა რომ გაუფუჭო და აი დაიყვანო, აი მარიოა რა. აი ფაქტობრივად მექანიკით არის მარიო. ან შენსაც ახტომა და გადახტომა და გაწყვეტო ავიღოთ წარმოგწევ. ანახე და კიდე რატო, იმიტომ რომ აქაც შეზღუდული ხარ, მაგალითად არ არის ღია სამყარო არ არის. სადაც ვეღარ მიდიხარ. რაღაც ადგილებში ვერ მიდიხარ. პირდაპირ რუკა და იქ დააწვე წახვიდე. იქ რო ღია და ბოდიალი შეგილია და რაღაცებს კეთება თამაშის მიღმაც გრადიენტი ცხენდა რომ გადმოვარდები 10 წამი უნდა ადგე დაიფერთ ხო ჯერ და მე ეს ცხენი ყვერებს უნდა მოუთატუნო რომ გასწორდეს წეს და შემოჯდე მე შეჩემა კაი რა თამაში უნდა იყოს ინვენტარს რო გახსნი იმაში რომელ ჯიბეში მიდევს ჯერ და ვაიმე და სახლში დამრჩა და მოიცა გავიქცე ისა ცხენიდან მოხსნა იარაღი იმიტომ არ მიდევს ეგ არ არის უკვე თამაში ეგ არის რომ სიმულატორი ანუ მაგ სცენარში იმაში რა ქვია ასევე მაგაში რომ რეალისტურია ყველაზე მაგარი შეიძლება იყოს Red Dead ვაფშე აი საერთოდ სცენარულად მხატვრულად პერსონაჟის დეველოპმენტით რეალიზმით ანუ ერთ-ერთი ტოპ თამაშია და შეფასებებიც აქვს რაღაც საოცარი მაგრამ თამაში აი თამაში თამაშად რა თამაში და ძალიან მაგარი იმიტომ რომ შენ არ მოხუც ხალხს უყვარს ის შეჩემა რომ დაუმიზნებ ვიღაცას შიანელებ მე მონიშნავ რომ ეხა მარცხენა ყვერში გავარტყა ერთი თვალში და გულში და ეს და ვარა მაგრამ თამაშობო შეჩემა და თამაშის ელემენტი რომ აი მოდი ეხა ისა რა ქვია ცოტა როგორ მოვიქცე რომ ეს დავამარცხო ვიღაც არა აქვს ყველა მისი არის წავედი ამაიცა დედაი ჩაურთო ეხა მოვნიშნოთ წკაპ და დააჭერმე და ბუ სამეოს დაბრიდავს შეჩემა ანუ ეგ არის აი 2 წლის ბავშვის ის შეჩემა ცხენის არა იმ დღეს რას თამაშობდი კამფეტი მიძმიეციტო მაგიტომაც ვერ შეადარებ მაგორ თამაშს ვაგე მართალი ხარ გიო ხო არა ეგ ორი თამაში არ გვინდა ჩხუბი შესაძლებელია ცუდი შესაძლებელი სხვა ტიპის თამაში არა Red Dead-ი არის მაგ კუთხით აი შენ რაც თქვი ძალიან მაგარია მაგრამ თამაში აი ფუტბოლ მენეჯერს ვერ გავწდიო მართალი ფუტბოლ მენეჯერი ძალიან მაგარი თამაშია და ეხლა გამოვა 2 წლიანი პაუზის მერე იმიტომ არ გამოსულა შარშან და ერთი იცხოვრო შიგნით შეჩემა რაღაც მე ეხლა ძალიან კაი იქნება ეს ძალიან კაი იქნება ის რო დაждები კოსტუმი უნდა გეცვა შეჩემა რომ აი ხა ზოგ უნდი გასახტოს შედიხარ და ბიჭებო აბა თქვენ იცით და რაღაცებს ელაპარაკები ფუტბოლ მენეჯერი ძალიან კაია რაღაცას თამაშობდი იმ დღეს შენთან რომ მოვიდი სახლში რა მარიოს თამაშობს შეჩემა გადააკვდა იმ თამაშს Hollow Knight-ი არის ანუ ვერ გაიგებთ მაგას ნახე Last of Us-ი ძალიან მაგარი დატო ვისაც ურჩია ეს Hollow Knight-ი ვერავინ ვერ ითამაშა
იმიტომ რომ მათ არ ყოფნით ეხა ეს აბა რა თქმა უნდა ვერც ამან ითამაშა ვერც რა ითამაშა Hollow Knight-ი შენ ცოტნაზე ლუკას მოიცავ ეხა რომ მივდიო გზა იქითაც წავიდაო და მე იქითაცო და რა ვქნაო მაგ დროს ლუკა მეზარებაო მართალია იმიტომ აზროვნება უნდა დრო იმდენად ცოტა გვაქვს ამდენ აზროვნება უნდა მაგაში არ უნდა დავხარჯოთ